მხედველობის ლაზერულ კორექციაზე ვისაუბრებთ. ეს არის რეფრაქციულ ქირურგიას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც ხდება მხედველობის გაუმჯობესება ოპერაციის შედეგად. პაციენტს აღუდგება მხედველობა და აღარ სჭირდება სათვალე ან კონტაქტური ლინზები. თუმცა სანამ უშუალოდ მხედველობის ლაზერულ კორექციაზე მიდგება საქმე, პაციენტს წინა საოპერაციო კვლევები უნდა ჩაუტარდეს. რა რისკების აცილება ხდება თავიდან სწორად ჩატარებულ წინა საოპერაციო კვლევებით? ამაზე სასაუბროდ შემოგვიერთა ოფთალმოლოგი ნინო ტრემალაძე. მოგესალმებით ნინო. აი ეხლა ცადე და გაჭირდა. აშკარად გაჭირდა და მე თან მივეკუთვნებ იმ ადამიანებს, რომელსაც ამბობენ, რომ ძალიან ჯერ ძალიან პატარა პლუსი აქვს იმისთვის, რომ უჭირდეს, მაგრამ აი მეც კი ძალიან მიჭირს სათვალის გარეშე. თვითონ ლაზერული ოპერაცია ვიცით, რომ ძალიან ხანმოკლეა და ძალიან კარგ შედეგს აძლევს ადამიანს, მაგრამ რა ხდება მანამდე? სანამ მივა ადამიანი ოპერაციამდე რა სახის შემოწმებას, რა სახის კვლევებს გადის ის იმის დასადასტურებლად თუ რა სახის ჩარევა ჭირდება? მოგესალმებით. რაც შეეხება ახლა ლაზერულ კორექციამდე სანამ მივა პაციენტი და შევა საოპერაციაში. ეს არ არის ესე უცებ მოვიდა, გაიკეთა კვლევა და გადაწყდა ლაზერული კორექცია. რეალურად პაციენტის მომზადებას ჩვენ ვიწყებთ უკვე მაშინ, როცა პაციენტი გამოთქვამს სურვილს, რომ უნდა ცხოვრება გააგრძელოს სათვალის ან კონტაქტური ლინზების გარეშე. და იქ ვეძიებით უკვე ანამნეზში და ვამზადებთ პირველადი კვლევებისთვის. პირველადი კვლევებისთვის მომზადება გულისხმობს რას? თუ პაციენტი არის კონტაქტური ლინზების მომხმარებელი, ვაძლევთ რჩევას, რომ მინიმუმ 2 კვირა მოიხსნას ეს ლინზები, არ გამოიყენოს, რომ არ შეგვიცვალოს ტომოგრაფიის მონაცემები. ასევე თუ გვაქვს მშრალი თვალი, ენიშნება პაციენტს დამატენიანებლები, რომ მივიღოთ ასევე ტომოგრაფიით ზუსტი პასუხი. და წინასწარ განსაზღვრული რეფრაქციული მანკის გათვალისწინებით, რამდენად ეს ლაზერული კორექცია დასაშვებია პაციენტისთვის თუ არა. რადგანაც კლინიკური გამოცდილებით, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გავიარეთ, ვიცით რაღაცა რეფრაქციული მანკი, რომელიც შეზღუდვა არის ლაზერული კორექციისთვის და უკვე აღარ ვემზადებით ლაზერული კორექციისთვის და გადავდივართ სხვა ტიპის ქირურგიულ ჩარევაზე. და თუ კი ეს ნორმის ზღვაში ჩდება, მე უკვე პაციენტს შესაბამისი დანიშნულებით ვიბარებთ რქოვანის ტომოგრაფიაზე. რქოვანის ტომოგრაფია ეს შეგვიძლია ვთქვათ ერთგვარი საშვი არის უკვე ლაზერული კორექციის წინა საოპერაციო კვლევების. ხო, აი რას ადგენს ეს კვლევი და როგორ განსაზღვროს ისინი პაციენტის რაღაცა საუბას თუ შესაბამისობას ამ ლაზერული კორექციას? რქოვანის ტომოგრაფიით ჩვენ ვადგენთ რქოვანის ინდივიდუალურ მონაცემებს და გვაძლევს საშუალებას განსაზღვროთ რამდენად უსაფრთხოა ლაზერული კორექცია. პირველი რაც გასათვალისწინებელია, ეს არ არის აუცილებელი ოპერაცია, ეს არის კომფორტი, რითაც უნდა მიიღოს პაციენტმა. ამ კომფორტმა არ უნდა შეუქმნას საფრთხე ჯანმრთელ რქოვანას. მოდი მეთანო ის ვაღიაროთ, რომ ეს კომფორტი ძალიან დიდი კომფორტია და მე შეერა რომ ადამიანები ახლიდან იწყებენ სიცოცხლეს. ხარისხობრივი მხედველობა აქ არის წამყვანი, რითაც პაციენტები ოპერაციის მეორე დღეს რომ მოდიან, თავიდან დავიბადე ამბობია. რა დროს მოიცავს ეს? რამდენჯერ სჭირდება ადამიანს მოსვლა, რა სახის არის ეს პროცედურები? მეტნაკლებად ამაზეც ინფორმაცია რომ მივაწოდოთ. დაახლოებით რა პერიოდს მოიცავს მომზადება ოპერაციისთვის? უშუალოდ წინა საოპერაციო კვლევა, რასაც როცა უკვე პაციენტი დაშვებულია ლაზერულ კორექციაზე და ვამზადებთ ოპერაციისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საოპერაციო გეგმის შექმნა. ეს არის ინდივიდუალური, პერსონალიზირებული და რატო უსვამთ ხოლმე ამას ხაზს. რეფრაქციული მონაცემი შეიძლება რამდენიმე პაციენტისთვის იყოს ერთი და იგივე, მაგრამ ამ რქოვანის თავისებურების გათვალისწინებით გამოსავალი არ იყოს ყველასთვის ერთი და იგივე. ამიტომ ძალიან დიდი დრო იხარჯება უშუალოდ ასეთი ტიპის პაციენტების კვლევისთვის. იქ უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ რეფრაქციული მანკი, არამედ პაციენტის ცხოვრების სტილი, დატვირთვის ამტანიანობა და ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც საბოლოო ჯამში შედეგზე აისახება. და პაციენტს რომ მივცეთ სწორი მოლოდინი, რას ელოდება ოპერაციისგან. რადგან ლაზერული კორექცია არ ნიშნავს აუცილებლად 100%-იან მხედველობას. სწორად შერჩეული და სწორად ჩატარებული ლაზერული წინა საოპერაციო კვლევებით პაციენტს ვაძლევთ საშუალებას მიიღოს თავისი მხედველობის მაქსიმალური რესურსი, რისი დანახვისაც პაციენტს ნინო, რამდენადაც ახლა ძალიან საინტერესო საშუალებას ჩვენ დიალოგი, იმიტომ რომ ჩვენ ლაზერულ კორექციაზე ბევრჯერ გვისაუბრეთ ჩვენს ეთერში, თუმცა ასეთი დიდი დრო და მსჯელობა არ დაგვიქნება წინა მოსამზადებელ ეტაპზე. ამიტომ ძალიან საინტერესო მიმართულებაა ის, რამდენად განსაზღვრავს წინა საოპერაციო კვლევები
შედეგს. მაგალითად, ხომ არ ყოფილა პრეცედენტები, რომ პაციენტს შეუცვლია გადაწყვეტილება ამ კვლევების საფუძველზე. ან პირიქით სამედიცინო პერსონალს უთქვამს, რომ აი რაღაცა ჯობია რომ ამ გზით კი არ წავიდეთ, იმ გზით. ძირითადად ეს ჩვენი წინა საოპერაციო კვლევები, აი სანამ საოპერაციომდე მივა მანამდე, როცა ხდება პაციენტების გადარჩევა, იმდენად სტანდარტიზირებულია და ესე თქვა დაალაგებულია, რომ როგორც წესი ამ მიმართულების შეცვლა არ ხდება ხოლმე, მაგრამ აი როცა უკვე ჩავეძიებით პაციენტს იქ განსხვავებულ ძალიან ბევრ ნიუანსს, შესაძლოა რა თქმა უნდა შევცვალოთ მიმართულება. თუმცა ეს მიმართულება უმეტესად განისაზღვრება არა ლაზერული კორექცია ჩავანაცვლოთ თუ არა სხვა რაიმე ოპერაციით, ეს უფრო ნაკლებად. უბრალოდ ჩვენ გვაქვს საშუალება შევთავაზოთ ძალიან ბევრი სახის ლაზერული კორექცია და განსაზღვროთ პაციენტის ცხოვრების სტილიდან, ინტერესებიდან გამომდინარე, რა უკეთეს შედეგს მოგცემს. ხედველობითი გამოსავალი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე არის, განისაზღვრება უბრალოდ ჩარევის ტიპი, რომელი ტიპის ლაზერული კორექციით იქნება პაციენტი უფრო კმაყოფილი და ცხოვრების ხარისხი ექნება უკეთესი. ნინო, რა ეხმარება დღეს ნიუ ჰოსპიტალსის ექიმებს იმაში, რომ შედეგი იყოს მაქსიმალური, რომ ადამიანმა მიიღოს ისეთი მხედველობა, რომელიც უნდა და ეს ყველაფერი მორგებული იყოს მის საჭიროებებზე. დღეს ამ საქმეში რამდენად დიდი როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამ კუთხით ნიუ ჰოსპიტალსი პაციენტებს რას თავაზობს, როგორი სახის მომსახურება? ნიუ ჰოსპიტალს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თუ დავიწყოთ ჩვენი ძველი ისტორიიდან, როდიდან მოვდივართ და ამის გარდა გვაქვს რამდენიმე სახის ტომოგრაფი, რომელთა ინფორმაცია ერთი მეორეს ავსებს და ეს გვაძლევს უკვე საშუალებას შევაფასოთ ის შედეგი, რასაც მივიღებთ, რამდენად სტაბილური იქნება პაციენტისთვის, რა მოლოდინი უნდა კონდეს წინასწარ არის პაციენტი ინფორმირებული, აი დამოკიდებული ასევე რეფრაქციულ მანკზეზე. ანუ მეორე დღეს რას ელოდება, იმიტომ რომ რეაბილიტაციური პერიოდი ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია. ამიტომ მოლოდინი რომ ერთი პაციენტი რომ თქვათ მეორე დღეს თავიდან დაიბადა და მეორე შეიძლება ცოტა დრო დასჭირდეს ამისი, ამას ჩვენ აუცილებლად პაციენტთან წინასწარ გავდივართ და აი ამის საშუალებას გვაძლევს ზუსტად ის ტექნოლოგიური მრავალფეროვნება და შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია რომ პაციენტები წინასწარ გამოვიკვლიოთ, შევაფასოთ, ვაჩვენოთ რას აძლევს ეს რა რისკებს გარიდებს რეალურად თავიდან წინა საოპერაციო არის რაღაცა რისკები რომლის პრევენციასაც ეს წინა საოპერაციო კვლევები ახდენს? აუცილებლად როგორც მოგახსენეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რომ არ ვავნოთ ამ ტიპის ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ წითელი ხაზი რაც არ უნდა გადავკეთოთ რომ არ ვავნოთ ჯამრთელ რქოვანას. და როდესაც პაციენტის ჩვენ კვლევას ვასრულებთ, პაციენტის შეფასება იქ არ მთავრდება. როდესაც პაციენტი უკვე მიდის სახლში და იქნება პაციენტის წინა საოპერაციო ინდივიდუალური გეგმა, იქ უკვე მათემატიკურად ხდება დათვლა და განსაზღვრება, რომ ის მონაცემი, რაც პაციენტს უნდა მინუსი იქნება ასტიგმატიზმი თუ პლუსი მოხსნათ, ჯდება ნორმის და უსაფრთხოების ზღვარში. დღეს სად არის მისული ეს პროცედურა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ხო რაღაც წუთებია საჭირო იმისთვის რომ ადამიანმა ახლებურად დაიწყოს სამყაროს აღქმა და ციცოცხლის და ცხოვრების აღქმა ხო დღეს ეს რა გამოსავალი ადამიანების იმისთვის რომ დისკომფორტი რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული მხედველობასთან სათვალისწულო ლინზის ტარებასთან ეს იყოს აღმოფხრილი და რაზე არის ასევე დამოკიდებული ამ ყველაფერთან ერთად პაციენტის მხრიდან ის რომ შედეგი ხანგრძლივი იყოს რა სახის რეკომენდაციების გათვალისწინება სჭირდებათ მათ? პაციენტის ისევ ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით ის რეფრაქციული მანკი რაც იხსნება, ძირითადი რეკომენდაცია, რასაც გავცემთ რუტინული კვლევების და შემოწმებების გავლა არის, რადგანაც ზოგ შემთხვევაში პაციენტი როღებულობს ამ კარგ შედეგს, რატომღაც ავიწყდება, რომ აქვს რჩევა დარიგებები მიცემული, ის რომ თუნდაც გამოიყენოს დამატენიანებლები, თუნდაც ის რომ ჩაიტაროს ყოველწლიური გეგმიური შემოწმება, რომ რაიმე სახის ცვლილების შემთხვევაში ადვილად მოხდეს მისი აღმოფხვრა. იმიტომ რომ დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევაში უკვე შესაძლებელია გაუხანგრძლივდეს ეს აღდგენითი პერიოდი. თუმცა, რასაც აღნიშნავდი, რომ ასეთი პაციენტები საბედნიეროდ ძალიან ცოტანი არიან. რატომღაც დამჯერი პაციენტები ძალიან კარგი. ხო, ეს არის ყველაზე მთავარი. ერთი არის რომ სწორად ჩატარდეს ყველაფერი, მეორე უკვე შენ ადამიანი როგორ შეუწყობ იმას,
იმას ხელს, რომ ნამდვილად ეს ეფექტი და ის შედეგი მიიღო, რაც არის. ალბათ საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ ვთქვათ, ნიუ ჰოსპიტალში რა შესაძლებლობები აქვს პაციენტს, რას ვპირდებით, როცა მოვდივართ, რატომ არ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ მე აქედან ერთ ჩემს ძალიან ახლო მეგობარს მოვეკითხავ, რომელიც მას ვერაფრით ვერ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ საკუთარ მხედველობას ლაზერული კორექციით უმკურნალოს, იმიტომ რომ აშინებს ეს ინფორმირებული თანხმობა, რომელიც რაღაც გარკვეულ ფორმალურ რისკებს უწესებს. რატომ არ არის ეს საშიში და რატომ არის თანამედროვეობაში მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს საკუთარ ჯანმრთელობას და თავს მივცეთ მაქსიმალური კომფორტი ხვალინდელი დღისთვის, რომ ცხოვრება როგორც თქვით ახლიდან დავიწყოთ. აი უსაფრთხოება ისევ და ისევ. მრავალჯერ, ბევრჯერ გავლილი ერთი და იგივე კვლევა პაციენტისთვის შესაძლოა იყოს შემოწმებული. ერთხელ ხომ გავიკეთე რაღაც საჭიროა იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ თქვენ პაციენტის რქოვანა მონაცემი არის სტაბილური. სტაბილურობის შემთხვევაში მიღებული შედეგიც არის სტაბილური. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეთ ამ პროცედურის მიმართ და გაფრთხილებაც პრინციპში ადამიანმა, როცა მიდის ამ პროცედურაზე, რა სახის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. საუკეთესო სრულებით ჯანმრთელობას გისურვებთ, გადაცემის ბოლოს